Hualing თბილისის ზღვის პლაზა. დღეს აქ სტომატოლოგიის მომავალი იწერება. ეს არის ადგილი, სადაც გამოცდილება ცოდნასთან, იდეები განხორციელების გზებთან, ტრადიციები ინოვაციებთან იკვეთება, სადაც ყველაფერი ადამიანის პირისხრუს ჯანმრთელობას ემსახურება და ათასობით ჯანმრთელი ღიმილის საწინდარი ხდება. ეს საქართველოს საერთაშორისო სტომატოლოგიური გამოფენაა, რომელიც სტომატოლოგიური საზოგადოების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის, ევროპის რეგიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით ტარდება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს. დღევანდელი ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, სადაც ერთმანეთს ხვდება მეცნიერება და პრაქტიკა, აკადემიური სივრცე და ინდუსტრია, საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიული საზოგადოება. მოხარული ვარ მოგესალმოთ საქართველოს საერთაშორისო სტომატოლოგიურ გამოფენასა და სტომატოლოგიური ინოვაციების ფორუმზე GIBS 2026. დღევანდელი ღონისძიება საერთაშორისო მხარდაჭერით ტარდება და მას ესწრება სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის FDI-ის ევროპის რეგიონული ორგანიზაციის პრეზიდენტი დოქტორი ედუარდო კავალე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. Buongiorno, Your Excellency Minister, dear distinguished guests, dear colleagues, dear dental dealers. მე ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მე არ დავსწრები ვარ ისეთ ტრეინინგებს, ისეთ მასტერკლასებს, სამეცნიერო კონფერენციებს, რომელიც დღევანდელი ფორმატის და მასშტაბის არის. და საქართველოში ხო ნამდვილად პირველად ტარდება ისეთი ფორმატის და მასშტაბის ღონისძიება, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოში ყველა მოღვაწე, ყველა სტომატოლოგისთვის, სტუდენტისთვის და რეზიდენტისთვის. გულისხმობ იმას, რომ ყველა აქტივობა, რომელიც 3 დღის განმავლობაში ჩატარდება, ყველაფერი ჩვენი კოლეგებისთვის არის უფასო. This symposium is one of the first symposium that I attending, and I think it's very important to start a good relationship between professionals, dental dealers, and of course dealers and industries. The education cannot avoid possibility to use the tremendous tool that is artificial intelligence, and industries are very close to the profession, and this is one of the next future that we are going to reach. სტომატოლოგიურ გამოფენას ჯანდაცვის მინისტრი ესტუმრა. ის ადგილზე გაეცნო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს, დაათვალიერა საგამოფენო სივრცეები და დამსწრე საზოგადოებას ამ უაღრესად ავტორიტეტული ღონისძიების ფარგლებში წარმატებები უსურვა. მართლა ძალიან შთამბეჭდავია მასშტაბები ამ ღონისძიების, რომელზეც ვიმყოფებით. შთამბეჭდავია ის არაუბრალოდ მასშტაბებით, არამედ ხარისხით იმავდროულად, მართლაც განსაკუთრებულად დასაფასებელია ასეთი აქტიურობა მეცნიერების და პრაქტიკული მედიცინის სინთეზთან დაკავშირებული მიზანის სწრაფვა თვითონ მედიკოსებისა, მეცნიერებისა. მაშასე, საქართველოს საერთაშორისო სტომატოლოგიური გამოფენის 3დღიანი მარათონი გახსნილად ცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 დღის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო პროფესიული დიალოგის ეპიცენტრად იქცევა. დღესდღეობით ჩვენი დარგი იმდენად მზარდია, სტომატოლოგიის დარგი მსოფლიოში, იმდენად სწრაფად ვითარდება, იმდენად სიახლეები შემოდის, რომ აუცილებელია ქართველმა სპეციალისტებმა ამ სიახლეებს აუწყოთ ფეხი და სწორედ ამას ემსახურება ეს კონფერენცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მომავალი თაობის აღზრდას და მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვღებულობ ამ კონფერენციაში, როგორც სპიკერი და როგორც მანუფაქტურული კომპანიის წარმომადგენელი. ჩვენ გახლავართ გერმანული ბრენდის Foresta Dentist ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში უკვე 8 წელზე მეტია, ხოლო ამ ბრენდის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. ჩვენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობით ხელს უწყობთ პროფესიულ განვითარებას და ბრენდის ცნობადობას. ჩვენ კომპანია Dental Products
აქვს წარმოადგენთ Designs for Vision-ის პროდუქცია და ასევე სტუმრად გვყავს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვიცე-პრეზიდენტი გაყიდვების მიმართულებით Designs for Vision-ის Kate Kronberg-ი. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, არაჩვეულებრივი კონგრესი არის. მადლობთ. წარმოდგენილი გვაქვს ევოკლარის პროდუქცია, როგორც არის ადგეზიური სისტემები, საფიქსაციო სისტემები, ესთეტიური სარესტავრაციო მასალები, კერამიკული მასალები, თანამედროვე მოწყობილობა და აღჭურვილობა. ევოკლარის პროდუქცია შექმნილია ისე, რომ ექიმმა მიაღწიოს არა მხოლოდ ესთეტიკურ შედეგს, არამედ ხანგრძლივს და საიმედოს. ვურჩევთ თავად გამოსცადონ პრაქტიკაში ევოკლარის მასალები, რათა დარწმუნდნენ მის ხარისხში და საიმედობაში. დღეს წარმოგიდგენთ პირველი ქართული ელექტროჯაგრისების ბრენდს ავიც, რომელიც წარმოებულია ავერსის ფარმას დაკვეთით და აერთიანებს ტექნოლოგიასა და მაღალ ხარისხს. ბრენდი აერთიანებს როგორც ელექტრო, ისე მანუალურ კბილის ჯაგრისებს, ირიგატორებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიონ მათთვის სასურველი საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ესეთ წამოწყებებს, მხარს ვუჭერთ ასოციაციას და მადლობას ვუხდით მას ასეთი ღონისძიების ორგანიზებისთვის და ცალკე მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ქეთი გოგილაშვილს იმისთვის, რომ შესაძლებლობა გვაქვს მივიღოთ მონაწილეობა ესეთ ღონისძიებებში, რომელიც გათვლილი არის ცოდნის გაღრმავებისთვის. So we are here at the GDIS Congress. With our partner, Dental Products. It's our first time exhibiting as Designs for Vision at this conference, and we're here to represent Designs for Vision, which makes custom-made loupes in New York. We offer magnification that's custom-built for each dentist, so the working distance, the eyeglass prescription, everything is custom for each user. We have magnification ranging from 2.5 up to panoramic 6.0. Which is something no one else offers, which is an ultra-wide field of view for a high magnification. And everything is custom-made in our lab in New York. And we're very happy to be here at GDIS with Dental Products. სტომატოლოგია დღეს აღარ არის ერთი დარგი და ის თავის-თავში აერთიანებს ინჟინერიასა და ბიოლოგიას, ციფრულ ტექნოლოგიებსა და ადამიანზე ზრუნვის ფილოსოფიას. სწორედ ამიტომ 3 დღის განმავლობაში ამ სივრცეში ის ადამიანები შეიკრიბებიან, ვინც საქართველოსა თუ მსოფლიოს მასშტაბით სტომატოლოგიის დარგს წარმოადგენს. მსოფლიოს სტომატოლოგიის ლიდერები, მეცნიერები, კლინიცისტები, მკვლევრები, ახალგაზრდა ექიმები, სტუდენტები და ინდუსტრიის წარმომადგენლები. საქართველოს საერთაშორისო სტომატოლოგიური გამოფენის ფარგლებში ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას და კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ მომავალი თანამშრომლობის გზაზე. საქართველო კი საერთაშორისო სტომატოლოგიურ რუკაზე კიდევ უფრო თვალსაჩინო და პრესტიჟულ ადგილს დაიკავებს.